საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის მრავალტომეული, რომელიც მკითხველს საქართველოს ისტორიის მთავარი მოვლენების ვიზუალურ რეკონსტრუქციას, მნიშვნელოვან ფაქტებს და რეალურ ამბებს აცნობს, უკვე დიდი ხანია პოპულარული გახდა. დაგეგმილი 24 ტომის ნაცვლად 30-ის გამოცემა გადაწყდა. ამ სერიის კიდევ ერთი წიგნი ამჯერად ტაო კლარჯეთს ეძღვნება. მასში ისტორიული დეტალები და ძეგლები შთამბეჭდავი ილუსტრაციებით არის გადმოცემული. წიგნის ავტორთან ჯაბა სამუშიასთან ერთად საუბრობთ გამოცემაზე და პროექტზე სახელწოდებით ტაო კლარჯეთის ციხესიმაგრეები. დავბრუნდით ეთერში და ამჯერად ძალიან საინტერესო გამოცემაზე უნდა ვისაუბროთ. როგორც მივხვდით, უკვე ჩვენი მაყურებელი ამ გამოცემას კარგად იცნობს, იმიტომ რომ სწორედ მათი თხოვნით 24-ის ნაცვლად გამოცემა 30 წიგნს გაერთიანებს. ძალიან მისასალმებელი. ბოლო და ყველაზე ახალი წიგნი მე მიჭირავს და ის ტაო კლარჯეთს ეხება. გამოცემის სახელწოდებაა საქართველოს ილუსტრირებული ისტორია და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარია ჯაბა სამუშია, ისტორიკოსი და პროფესორი. მოგესალმებით, მადლობთ რომ ჩვენთან ერთად ხართ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ისტორია თუ ქართული ლიტერატურა, როგორი იქნება პირველი შეხება ადამიანის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასაკობრივად არანაირ შეზღუდვას ეს გამოცემა არ გვიწესებს და ყველასთვის საინტერესო იქნება, ეს ილუსტრაციები პირდაპირ გეძახის იმისკენ, რომ გადაშალო წიგნი წაიკითხო და გაიგო უფრო მეტი, ვიდრე აქამდე იცოდე. როგორც ჩანს, მკითხველისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ხო? თქვენ თვითონ თუ ელოდით, იმიტომ რომ როგორც ვიცი, რედაქციაში მოდიოდა წერილები მოთხოვნით, რომ მკითხველისთვის საინტერესო ეპოქასაც შეხებოდა გამოცემა. ცხრა თავიდან ჩაფიქრებული იყო 24 ტომი, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მკითხველების თხოვნაც, რომ დამატებოდა რამდენიმე ეპოქა, რომელიც თავდაპირველ ვარიანტში არ იყო გათვალისწინებული. და ამიტომ გადაწყდა, რომ 6 ტომი დაემატოს 24-ს და მთლიანობაში ეს იქნება 30 ტომეული საქართველოს ილუსტრირებული ისტორია. თვითონ გადაწყვეტილება, რომ შექმნილი იყო ასეთი გამოცემა, რა თქმა უნდა, მიიღო თვითონ გამომცემლობა ჯგუფმა, რომელიც ამ გამოცემაზე მუშაობს და მთავარი იყო ერთი რამ, რომ გარდა ტექსტური ნაწილისა, მკითხველი ზიარებოდა ეპოქას. ანუ ფაქტობრივად მას წიგნის კითხვისას ემოგზაურა ეპოქაში და თითოეული ამ ილუსტრაციის აღდგენისას, რეკონსტრუქციისას ვითვალისწინებდით იმდროინდელ ჩაცმულობას, იმდროინდელ ორნამენტიკას, ყველაფერს. დაახლოებით წელწად ნახევარზე მეტი მუშაობდნენ, სანამ სერია დაიწყებოდა მხატვრები თითოეულ ამ ასე ვთქვათ გამოცემაზე და თვითონ მხატვარმა უამრავი ნაშრომი დაამუშავა. ალბათ ძალიან დიდ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული, იმიტომ რომ თვლია რომ ეს ყველაფერი კანონიკა აქვს ყველა ქართულ ორნამენტიკას, ეპოქა არ უნდა შეგეშალოს, მით უმეტეს ყველა ეპოქაში აი შეიარაღებასაც კი თავისი მნიშვნელობა აქვს და ჩაცმულობას და ამიტომ ყველანაირად ფრესკული მხატვრობა იქნა ცალკე შესწავლილი, რომ მაქსიმალურად იმდროინდელი 60 გადმოსულიყო და ძალიან ბევრი პარტნიორი ყავდა. მე მინდა აღვნიშნო იგივე ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერა, აუცილებლად კინოს მუზეუმის ბატონი გიორგი კალანდია გვედგა ძალიან მხარში, იმიტომ რომ ფილმების გადაღებისას, მაგალითად გიორგი საკაძის გადაღებისას ძალიან საინტერესო კოსტიუმები იყო შექმნილი იმ დროს 40-იან წლებში ძალიან ბევრი სახელოვანი თქვათ ამ დარგის სპეციალისტი მუშაობდა და აი ეს კოსტიუმები მაგალითად გიორგი საკაძეზე როცა გამოვიდა ტომი, ჩვენ ავიღეთ და იმ ფილმის კოსტიუმებიც კი არის გაშვებული, რომ საზოგადოებამ ნახოს აი დაახლოებით როგორი წარმოდგენა როგორი კონდეს საოცარი რაღაც არის ამ გვერდზე ოპერატორებს თხოვ აჩვენონ ცოტა უფრო ახლოს დავით აღმაშენებელის პირადი ხელმოწერა. ეს არის სიგელზე დავით აღმაშენებელის ხელმოწერა. ორი ჩვენ ამ დიდი მეფეებიდან დავითის და თამარის ხელთვა გვაქვს შემონახული და ეს არის დავითის. თამარს ახლავს თამარის ტომს, თამარის ხელთვა. ყველაზე კითხვადი ალბათ სწორედ ის პერიოდები იყო, რომელსაც შედარებით კარგად იცნობენ, ხო და თქვენ ალბათ ცდილობთ, რომ ამ ნაცნობი პერიოდიდან რაღაც უცნობიც მოხდეს. ანუ უნებრივია, რომ გაცილებით დიდია ის მასალა იგივე, რომელიც შეიძლება დავით აღმაშენებელზე თავი მოუყარო და გაერთიანო, მაგრამ თქვენ ალბათ ცდილობთ, რომ განსაკუთრებით საინტერესო იყოს. პერიოდები ამოვწიოთ, რომელსაც ნაკლებად იცნობს ჩვენი. მათ შორის აი მაგალითად ცალკე ტომები დაეთმო დიდი ომიანობა ეგრეში, არაბობა საქართველოში. ძალიან რთულია ეცეთ, როცა ისეთ რთულ პერიოდზე აკეთებ წიგნს, რომელიც ჯერთი წყაროების მხრივ ძალიან მწირია ამ თვალსაზრისით ეს ეპოქები, მაგრამ მეორეს მხრივ თვითონ რა თქმა უნდა რთული არაბობა
საქართველოში და გააკეთო ცალკე ტომი, მაგრამ მინდა გითხრათ, როგორც ავტორი, ასევე თვითონ ჯგუფმა ძალიან ბევრი იმუშავა, რომ აი ესეთი რთული ეპოქებიც მიეტანა მკითხველამდე ისე, რომ მათ მართლაც აი ეს ეპოქა შეეგრძოდ, მაჯისცემა შეეგრძოდ ეპოქას. თუ იყო დაუშვათ ამღები, ყოველთვის დაუშვათ ბრძოლის ამხსერი ხო იყვნენ დაუშვათ მემატიანეები. ჩვენი მემატიანეებიც წერდნენ და იმათი მემატიანეებიც წერდნენ. თუ წყაროებიც თუ არის რა, აქ არ არის იდეალიზირებული ისტორია. ანუ ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა კითხველამდე ის ისტორია სიმართლე, იმიტომ რომ ხა ბუნებრივია ზოგიერთი წყარო წერს მაგალითად ამა თუ იმ ლაშქრობაში 800,000 რო იყო მოწინააღმდეგე, რა თქმა უნდა, ხა იმას ჩვენ ვიყავით 10,000 და ჩვენ ახლა ამას ასეთ მსგავს ინფორმაციას აქ არჩევდნენ. მაქსიმალურად თვითონ ტექსტებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის მეცნიერულ დონეზე, ეს არ არის ვთქვათ მხოლოდ მოყვარულის დონეზე გაკეთებული ტექსტები, ეს არის მეცნიერულ დონეზე შესრულებული ტექსტები და მათ ახლავთ ასევე ძალიან საინტერესო ილუსტრაციები, რომელიც კიდევ ერთხელ ამბობ, ინახება ზოგიერთი ვთქვათ ნივთი, რომელიც აქ მათი ფოტოები დაებეჭდა ჩვენს მუზეუმებში. ყველა მუზეუმი ფაქტობრივად იყო მაქსიმალურად ჩართული აი ამ ვთქვათ წიგნების შექმნაში. ყველა მატერიალური კულტურის ძეგლი, რომელიც შეიძლებოდა ვთქვათ ამ წარმოგვეჩინა, მაქსიმალურად არის ამ გამოცემაში. აი კონკრეტულად ტაო-კლარჯეთის წიგნის შემთხვევაში ამ გამოცემას რა დრო დაჭირდა? აი დაახლოებით რა დრო ჭირდება თითოეულ გამოცემას? ეხლა ეს ძალიან რთულია, ეს თვითონ ეს წიგნი ჩემი ავტორობითაა და გითხრათ, სიმართლე გითხრათ, დაახლოებით 12 წელია რაც ტაო-კლარჯეთზე მუშაობთ. მეც და ჩემი მეგობრებიც. და ასე რომ ეს არ არის მხოლოდ ვთქვათ 1 წლის ან 2 წლის ნაფიქრი, მაგრამ არის ძალიან ერთი საინტერესო დეტალი, რომელზეც მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა. ტაო-კლარჯეთი არის ერთადერთი ტომი მთელ ამ 30 ტომეულში, რომელიც კონკრეტულად ერთ კუთხეს ეხება. და აბსოლუტურად მე მგონია გასაგებია მაყურებლისათვისაც და მკითხველისათვისაც გასაგები იქნება თუ რატომ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია ქართველი კაცისა და რაც ყველაზე მთავარია თვითოულ ჩვენგანს ნებისმიერ ასაკინა მეტნაკლებად შეხება გვაქვს ტაო-კლარჯეთში, თუნდაც რომ არ იყო ნამყოფი, იმიტომ რომ ეს არის ქართული კულტურა, მწერლობა, ვთქვათ, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, იქნება ეს ისტორიულად დაკავშირებულია დავით კურაპალატი, ბაგრატ მესამე, ტაოდან წამომავალი ბაგრატიონები. ამიტომ ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა წიგნი, რომელშიც იქნებოდა რამდენიმე შრე. ეს არის ისტორიულად, ქრონოლოგიურად მიყვება თხრობა, თუმცა მისი ბედისწერული ისტორია. აი აქ ყველგან არის რაღაცა მარგალიტებივით ის ძეგლები ჩასმული, რომელიც აი ამ ეპოქებში იქნება. მაგალითად, ბაგრატიონების მოსვლა ტაო-კლარჯეთის ხელისუფლებაში, მას მოყვება გრიგოლ ხანძთელზე ერთი თავით და მერე მოყვება უკვე საქართველოს სინაი, ანუ 12 უდაბნონი კლარჯეთის. ისეც შესულია, ხო მე მგონი, როდესაც შანსი ჰქონდა ტაო-კლარჯეთის დაბრუნების. კი, აი ზუსტად ეხლა აკtualებენ, მაგრამ ნაციასაც სტალინის სურათს დავინახავთ, ალბათ ძალიან ბევრმა არ იცის ეს ისტორია და იქნებ ეს არის ის პერიოდი 45 წელს, როდესაც დაიწყო დიდი პოლიტიკური კამპანია, დაიწყო საბჭოთა კავშირში თურქეთის საქართველოს შემოერთებასთან დაკავშირებით. და მაშინ პირველად დეკემბერში 45 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა სტატია სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის, სადაც იყო დასაბუთებული სწორედ ამ ტერიტორიის თურქეთის საქართველოს მიკუთვნილებისა და ისტორიული საქართველო. ამის შემდეგ უკვე იწყება საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კამპანია და მომზადება იმისა, რომ ამ ეს ტერიტორიები შემოერთებულიყო ტრაბზონის ჩათვლით. კი, მათ შორის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ელიტაც კი დანიშნეს. იყო ასეთი გადმოცემა, რომ ტრაპიზონის ქალაქობის დივანი დანიშნული იყო ართვინში და სხვაგან იყო პარტიული, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები დანიშნული, სამხედრო ჯარები მზად იყო რომ გადასულიყო. კი, ხა მე არ ვიდავებ და არ ვისაუბრებ რატო გაკეთდა ეს რისთვის სჭირდებოდა სტალინის, მაგრამ ეს ისტორიაა და ფაქტია და ამიტომ ჩვენ ეს შევიტანეთ. ეს შეჩერდა ეს კომპანია, სწორედ როდესაც სტალინის გარდაცვალების შემდეგ. მანამდე თეატრებში იდგმეოდა სპექტაკლები, ჩაძირული ქვები არის ასეთი სპექტაკლი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო, სადაც სწორედ არის მოთხრობილი ორი მხარე
საქართველოს მხარე და თურქეთში მცხოვრები ქართველების ბედი და ეს ძალიან საინტერესო სპექტაკლი იყო და ძალიან პოპულარული იყო 40-იან წლებში. რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, როცა ეს წიგნი თავის მისიას შეასრულებს და ღირსეულ ინტერესს გამოიწვევს ადამიანში, ბოლოს გიდობასაც გაგიწევთ რეალურად, იმიტომ რომ თავმოყრილია იგივე ფილმები ვთქვათ ტაოკლარჯეთის შესახებ და როცა ეს ინტერესი ძალიან დიდია, მიგანიშნებს, სად შეგიძლია კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოძებნო, ხო, იგივე სამეცნიერო ექსპედიციები და პროექტებიც არის თავმოყრილი, ვებგვერდების მისამართები, ასე რომ ამაინტერესებს თუ არის დღეს რაღაცა კონკრეტული გეგმა რესტავრირების, რეკონსტრუქციის, აი ამ ძეგლების და თუ ეთმობა ამას ის ყურადღება, რაც რისი ღირსიც არის ტაოკლარჯეთის ძეგლები. რა თქმა უნდა, ეხლა მე უბრალოდ აი ამ დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის, ეს ძალიან საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ იშქნის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია უკვე დასრულებულია, ფაქტობრივად დასრულდა. მაგრამ იქ არის გარკვეული შეცდომები დაშვებული რესტავრაციის დროს, რაც არის აუცილებელია, იმიტომ რომ მაინც ისეთი სკოლა, თურქული სკოლა აკეთებს, რომელიც ნაკლებად იცნობდა მაინც ქართულ არქიტექტურას და ამიტომ აუცილებელია ეს კონტაქტები, იმიტომ რომ ხვალზე დაგეგმილია ოშკის რესტავრაცია და იგივე არ გამეორდეს, მაგრამ აი რა საინტერესო ფაქტია, ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც ასევე ტაოკლარჯეთში მუშაობს, ეს არის ბატონი ხუციშვილის ჯგუფი, მათ ერთ-ერთმა წარმოადგენლებმა იშხნის ტაძარში ნახა უკვე თურქების მიერ კი იყო ის გათხრილი საფლავი, მაგრამ ამ ჯგუფის წევრებმა დააფიქსირეს საფლავში საკმაოდ საინტერესო წარწერები. დღეს მუშაობენ ამაზე ქართველი მეცნიერები, მე არ გავუსწრე მოვლენას ისინი თავად აღნიშნავენ ამის თაობაზე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ აი არქეოლოგიური გათხრების პერიოდში უკვე რაღაცა გარკვეული ახლა უცნობი წარწერები აღმოჩნდა. აგერ მიდის რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე ვთქვათ პროექტზე უნდა გქონოდა აქ ჩვენ საუბარი და ერთ-ერთი ეს პროექტია ციხესიმაგრეები, რომელიც ტაოკლარჯეთის ციხესიმაგრეები, რომელიც მიმდინარეობს. აი ახლა ეს პროექტის დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არის უამრავი ძველი ბერძნული ეფესი, სმირნა და საკმაოდ ბერძნებმა თურქებთან ერთად ამას მოუარეს და ეფესი შინარჩუნებულია თითქმის იმ სწორედ ამ გზით უნდა ვიაროთ ჩვენც რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეხლა დღეობისათვის ფაქტია, რომ ეს ტერიტორია უკვე თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, საერთაშორისო სამართლით საზღვრების ურღვეობა დაფიქსირებულია და აქედან გამომდინარე ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ უნდა ვიზრუნოთ, რომ აი ეს კულტურული მემკვიდრეობა გადარჩეს. ძალიან მდიდარი, აი შემიძლია გითხრათ, რომ მარტოდ აი ციხესიმაგრეები, რაც შევისწავლეთ და 100-ზე მეტი ისეთი ციხესიმაგრეა დაფიქსირებული აზომილი, რომელიც საკმაოდ პროცენტული თვალსაზრისით დავთვალოთ ტაოკლარჯეთში ჩვენი ძეგლების რაოდენობა იმდენად უხვია და რომ საქართველოში დანარჩენ საქართველოს ძეგლებთან თითქმის აი გეოგრაფიულად რო წარმოედგინოთ, ჩვენ საქმე გვაქვს 20,000 კვადრატულ კილომეტრთან. ეს არის რეალურად დაახლოებით მეოთხედია დღევანდელი. ეს პროექტი რამდენი ხანია რაც მიმდინარეობს? ტაოკლარჯეთის ციხესიმაგრეების პროექტი მესამე წელია რაც მიმდინარეობს და როგორც მოგახსენეთ 100 ციხესიმაგრე აიზომა, ეს არ არის მხოლოდ დაფიქსირება, ეს არის აზომა, შესწავლა მათი ისტორიის, სადაც გვაქვს ამის საშუალება, რომ ისტორიული წყაროები იქნეს მოძიებული, მათი ისტორია დაიწერა, ასე რომ ამ თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კონსერვაცია უნდა მოხდეს ამ ძეგლების და არა რესტავრაცია, იმიტომ რომ რესტავრაციის შემთხვევაში ძალიან ბევრი არტეფაქტი ინგრევა და ხრება. ეს არის ძალიან დიდი პროფესიონალების სამუშაო. აუცილებლად უნდა იყვნენ თქვენ როგორ ბრძანეთ ქართული აი ეს არის აუცილებელი ჩართული, იმიტომ რომ არ იცნობს თურქული მხარე. ის კი არა რომ შეება არასწორად მოეპყრინ და არ უნდათ აღდგენა ძეგლის, მაგრამ მხოლოდ კოლაბორაციის შემთხვევაში იქნება მიღწეული ის შედეგი, რომელსაც ყველა ბუნებრივია ზოგიერთი შეიძლება ესეთი ნივთი სამწუხაროდ გააყოლოს ხელს ამ თქვათ რესტავრატორმა, თურქმა რესტავრატორმა და მისი ფასი არ იცოდეს და გადააგდოს მაგალითად, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს ერთმა წარწერამაც ან მინიშნებამაც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი და იმ წარწერამ შეიძლება სხვა აღმოჩენების გზა მოქცეს. აი თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილი, როდესაც იმყოფებოდა ზუსტად ერთი საუკუნის დაახლოებით, როცა იმყოფებოდა ერთ-ერთ თავის ექსპედიციაში ტაოსკარში, იქაურმა ადმინისტრაციამ, მაშინ ის რუსეთის შემადგენლობაში
შედიოდა ეს ტერიტორია. მოუტანა წინა დღეებში მონადიის მიერ, ის გარეული თხა მოკლა და ერთ-ერთ გამოქვაბულში ჩავარდა და იქ რო ჩავიდა, ნახა ხელნაწერები, სიგელები და ეს სიგელები გადასცეს ექვთიმეს. თქვენ წარმოიდგინეთ, აი ჯაკალების პერიოდზე აი ამ რამდენიმე სიგელმა იმდენი ინფორმაცია მოგცა და ესეთი საინტერესო ინფორმაცია მოგცა, რომ მთლიანად ჩვენი წარმოდგენა ფაქტობრივად შეცვალა ბევრ საკითხთან დაკავშირებით. კიდე იყო ხო პერიოდი რაღაც 18-დან 20 წლამდე რაღაც შანსი იყო არსებობდა. შანსი ანუ წელიწადი და დაახლოებით წელიწადი და რამდენიმე თვე, 3-4 თვე ეს ტერიტორია შემოდიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. მეტიც არჩევნებიც ჩატარდა. მაგალითად არდაგანის ოლქის გარკვეულ ნაწილში არჩევნები ჩატარდა და დეპუტატი აირჩია ამ თქვა რეგიონმა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. ასე რომ იყო, მაგრამ სამწუხაროდ 25 თებერვალს მოხდა საქართველოს გასაბჭოება და 23 თებერვალია თურქული ჯარების შესვლა არტაანსა და არდახანში, ანუ არტაანში და აწიკშიც შევა ხო ციხესიმაგრეებზე იქნება ხო? აქ არის სწორედ, აქ მარტო ჩვენ არ დაუთმეთ ადგილი მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო ხუროთმოძღვრებას. საერო ხუროთმოძღვრებასაც აქვს, რა თქმა უნდა. თუმცა ამ პროექტის მცირე ნაწილია რეალურად. რა თქმა უნდა, მცირე ნაწილია, უბრალოდ ციხეები და სასახლებია დათმობილი ცალკე, იმიტომ რომ ბუნებრივი ხე 58 გვერდში ყველაფერს ვერ ჩატევრაც ტაოკლარჯეთს ეხება, მაგრამ ძირითადი აქცენტები, რაც საჭიროა რომ უბრალოდ ტაოკლარჯეთზე ვიცოდეთ, რა თქმა უნდა, აქ წარმოდგენილია. დანარჩენ წიგნებზეც უნდა გკითხოთ, როგორც რაოდენობა მოთხოვნით გაიზარდა, მე როგორც ვნახე, აქ ქრონოლოგიურად არ მიყვება, ანუ ნუმერაციას არ ემთხვევა, ვთქვათ, ქრონოლოგიური თანმიმდევრობა ისტორიული მოვლენების და პირდაპირ გათვალისწინებულია ყველაზე საინტერესო პერიოდები. აი ეს 6 წიგნი, რაც დაემატა, რაზე და ვიზე გვიამბობს, ესეც რომ ვთქვათ. ეს არის ის ეპოქები, რომელიც ჩვენ თავიდან არ ჩავდეთ, იმიტომ რომ გარკვეულად ვცდილობდით, რომ ბმაში ყოფილიყო წინა ეპოქას და თქვათ შემდგომ წიგნს შორის, მაგალითად მე-11 საუკუნე საქართველოს გაერთიანება ამ ტომსა და დავით აღმაშენებელს შორის, თქვათ ბმა არ გაკეთებული, მაგრამ ძალიან ბევრი წერილი მოვიდა, როგორც გითხარით, მკითხველის თხოვნა იყო, რომ იქნება ეს ეპოქები ჩვენ ჩაგვედო. ეს არის საქართველოს გაერთიანების შემდგომი პერიოდი, მე-11 საუკუნე, რომელსაც პირობითად დაარქვით ბრძოლის საუკუნე. დაეთმო ერთი ტომი დაეთმო ცალკე დასავლეთ საქართველოს, იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოს იმერეთის სამეფო იგივე დასავლეთ საქართველოს სამეფო სამთავროების ისტორია საჭიროა, აუცილებელია, რომ საქართველოს აი ამ გაბმულ ისტორიაში იყოს. თუმცა სხვადასხვა ტომებში ეს გაბნეული იყო, მაგრამ გვინდოდა რომ მაინც ერთიანობაში ყოფილიყო. ერთ-ერთი ყველაზე რთული ეპოქა ეს არის საქართველოს დაშლა. და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ არც ერთ ისტორიკოს რაღაც არ უყვარს ეს პერიოდი, მინდა გითხრათ, მაგრამ საზოგადოებას ფაქტია და საქართველოს დაშლა და აი ეს პერიოდი, განსაკუთრებით მე-15 საუკუნის ისტორია ერთ ტომში შევა. ალექსანდრე პირველი დიდის ტომი იქნება, სადაც თემურლენგიდან მოყოლებული ეს ეპოქა, მონღოლური პერიოდიდან დაწყებული ბუნებრივი ალექსანდრე დიდით დამთავრებული ეს ერთგვარად შეკრავს აი ამ ეპოქას. და ერთი ტომი დაეთმობა საქართველოს და რუსეთის. არის მე-19 საუკუნე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ტერორთან დაკავშირებით საბჭოთა პერიოდთან ცალკე წიგნი, თუმცა მე-19 საუკუნე გვინდოდა ცალკე აი ეს პოლიტიკური ისტორია ცალკე გაგვეშალა, იმიტომ რომ იქ არის თქვათ ილია ცალკე ტომია, ეხლა აი მომავალ თვეს გამოვა და თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ დავითით ასე ვთქვათ თამარეთ გაგვეხსნა ეს სერია და ილიათი დამთავრებულიყო. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ახლა გავაგრძელებთ ამ. სხვადასხვა საბჭოთა პერიოდში, უბრალოდ საბჭოთა პერიოდამდე რუსეთთან მე-19 საუკუნეში ძალიან ბევრი ეკლესიის ფრესკები იყო გადაღებული სამწუხაროდ თეთრად. ეს სწორედ ერთ-ერთი განშტლა და ერთ-ერთი თავი იქნება რელიგიური პოლიტიკა.
ზოგადად ავტოკეფალია დავკარგეთ, მონარქია დავკარგეთ. ეს იქნება სწორედ საქართველოს და რუსეთის აი ამ ტომში იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტია, ბრძოლა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, თუ როგორ ებრძოდა რუსული ეკლესია და როგორ ცდილობდა განედევნა ყოველივე ქართული. ამიტომ აი ეს ტომი საქართველოს და რუსეთი ამიტომ იქნა ჩადებული, რომ ყველა მიცოდეს რეალურად რა მოხდა და რაც არ უქნია სხვადასხვა არც მონღოლს, არც თურქს, არც სპარსს, მეფეს ყოველთვის რჩებოდა და ავტოკეფალია ხელშეუხებელი იყო რა ჩვენი ეკლესია. კი, მეფის ხელისუფლებას მაქსიმალურად ასე ვთქვათ ქართველები ვინარჩუნებდნენ. თუმცა ირანის დროსაც იყო გარკვეული ასე ვთქვათ პრობლემები მაკუთი, მაგრამ მეფე მაინც რჩებოდა. დამპყრობელია და დამპყრობელია იქცევა ისე როგორც ეს მის ინტერესებში. იცით რა მეინტერესებს გასაგებია რომ სახლში აი ამ გამოცემის ქონის სურვილი ბევრს გაუჩნდება ძალიან. მაინტერესებს სკოლები როგორ არიან ვთქვათ იგივე იწერენ ხოლმე ხო არა მარტო დედაქალაქს გულისხმობ ხო ხშირია რომ წუდომა არ აქვს ვთქვათ რეგიონებში ახალ გამოცემებზე. და მასწავლებლების ინტერესი რამდენად დიდია, იმიტომ რომ ისე ვიქმნებდივართ, რომ შეიძლება ისტორიასთან პირველი შეხვება იყოს ისეთი, რომ ზეპირად გთხოვონ კონკრეტული მოვლენების თარიღები და ამან პირიქით გამოიწვიოს მოსწავლეში ის, რომ ინტერესი არ ქონდეს, ძალით უწევდეს დაზეპირება და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში ისტორიასთან დაკავშირებული არც ერთი წიგნი აღარ გადაგავოს. ხშირ შემთხვევაში ეგრე ხდება ხოლმე. ამას ქვია ხოლმე შეგაზიზღონ რაღაცა გარკვეული საგანი სამწუხარო არა მართებული და არასწორი სწავლის მეთოდი. არასწორი მეთოდი. პედაგოგები რამდენად იყენებენ დამხმარე სახელმწიფო. ციტარი პედაგოგები არა მარტო იყენებენ აქ აი ამ წიგნებზე დაყრდნობით ატარებენ უკვე გარკვეულ თამაშებს, გარკვეულ ასე ვთქვათ კონფერენციებსაც კი პატარა სკოლის ფარგლებში და ძალიან საინტერესო თემებს ამზადებენ, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად მოგვსვლია თქვათ თხოვნა ამა თუ იმ სკოლის მოწაფის, თქვათ გვიგზავნიან წერილს, რომ დახმარებას გთხოვენ, რომ თქვათ რაღაცა თემას ვწერ აი ამ ეპოქაზე და თქვენი მასალას ვიყენებ და დამატებით ხარ შეგიძლიათ რაღაცა თქვათ გამოგვიგზავნოთ ან ამის მსგავსი. რა თქმა უნდა ეს არის ჩართული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს გამოცემა არის გაკეთდა იმისთვის, რომ საზოგადოებას პირდაპირ კონდეს შეხება და კიდევ ამბობ აი იმოგზაუროს ისტორიაში. იმიტომ რომ მარტო ტექსტის კითხვა აღარ არის უკვე საკმარისია და ხო სხვა მოთხოვნილება დგას ამ. კი, და ყველა დაწერია აქ საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ყველა თაობის საყვარელი სერია და ეს ნამდვილად ეს არის ძალიან დიდი მადლობა. დაინტერესებული მკითხველის წერილს გისურვებთ რედაქციაში. შევისვენოთ და დაბრუნდებით რეკლამის შემთხვევებით.